ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია ეხებოდა ერთ გოგონას, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც ძალიან იშვიათია და საკმაოდ მძიმე დაავადება. და ერთი შეხედვით, როდესაც გავისაუბრე ამ გოგოს, იფიქრებდი, რომ ლოგიკურად ახლა ადამიანს მოგივა გონებაში, რომელსაც კარმის გჯერა, ინკარნაციის გჯერა და ასე შემდეგ, გონებაში ტრიალებს, რომ ღმერთო რა დააშავა ამ ადამიანმა ესეთი წინა ცხოვრებაში, რომ აი ასეთი ახლა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მაგრამ, როდესაც წავედით უკვე გიპნოთერაპიის პროცესში, ადამიანი ამბობს, რომ მას რეალურად დედამიწაზე მეორე ინკარნაცია ჰქონდა და პირველ ინკარნაციაში ძალიან პატარა ასაკში გარდაიცვალა, ბავშვის ასაკში და შესაბამისად ვერ მოასწრო ვერანაირი ნეგატიური კარმის დაგროვება, მაგრამ ის ამ პრობლემით იმიტომ არ არის მოსული, რომ რაიმე ნეგატიური კარმა აქვს. არამედ ის იმიტომ იყო ამ პრობლემით მოსული, რომ მან როგორც ნახა, ის იყო საერთოდ სხვა სივრციდან, სხვა პლანეტარული სისტემიდან, სადაც მაღალვიბრაციული განვითარებული სულები, სულებს უწოდებ, არსებები ცხოვრობდნენ და ეს იყო, ოღონდ მათ არ ჰქონდათ მყარი სხეულები, ჰქონდათ ენერგეტიკული სხეულები და ეს ენერგეტიკული სხეულები ასევე ძალიან ზიარდებოდა მთლიანად იმ სივრცესთან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ამ სივრცეში ამ არსებებს თავიანთ პლანეტაზე საერთოდ არ ჰქონდათ იმის საჭიროება, რომ როგორც ჩვენი სხეული არის ადაპტირებული დედამიწას, რომ საკვებიდან მინერალები მივიღოთ, მზისგან ვიტამინ D ვიტამინი ავიღოთ და წყლისგან რაღაცა ავიღოთ და ასე შემდეგ, აი ამის უნარი თვითონ სულს არ ჰქონდა და გამომდინარე იქედან, რომ მისი პლანეტა იყო დაღუპული, ამ პლანეტაზე არსებული არსებები სხვადასხვა პლანეტებზე ინკარნირდნენ და მათ შორის რამოდენიმე მათგანი არის დედამიწაზე და ერთ-ერთი იყო ეს გოგონა, რომელმაც თავისი პირით მოყვა ზეცნობიერის მდგომარეობიდან, რომ მას უბრალოდ არ დაყვა ის ფუნქცია, რადგან დედამიწაზე სულ რაღაც ეხლა დაიწყო ინკარნაციები, რომ ეს ფუნქცია შეეთვისებინა, რომ მისი სხეული ეხლა იქნებოდა მყარი აქ და მას დაჭირდებოდა გარე სამყაროდან რაღაცა მინერალების მიღება და გარდაქმნა.